მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღეს უნდა განვიხილოთ სხვადასხვა TikTok-ები, რომლებიც სუნამოების თემატიკაზე იქნება. პირველი ეპიზოდი ჩაწერილი მაქვს, მეორეს გადაღება გავაჭიანურე მარტივი მიზეზის გამო, რადგან უბრალოდ არ გვხვდება საინტერესო, განსხვავებული და მრავალი ტიპის კონტენტი TikTok-ზე, რომლებიც პარფიუმერიასთან იქნება რაიმე კავშირში. თუმცა დღეს რამდენიმე მათგანი მაინც ავარჩიე, რომელიც განსახილველად საინტერესო იქნება. იმედია მოგეწონებათ ჩემი რეაქციები. საახალწლოდ არ მინდა ძალიან დაუნდობელი ვიყო და ბრუტალურად შევაფასო რაღაცები, ამიტომ მაქსიმალურად რბილი ვიქნები, თუ საქმე ფეიქ სუნამოებს არ ეხება. ჩვენი დამჟღრეული ლეპტოპი კლავაც აქ არის. იმის მერე ისევ აქ არის, არც და არ წასულა. ექვემდებარება გამოცვლას, თუმცა კომპანიებო გააქტიურდით. ამ ვიდეოში გაჩვენებთ ჩემ ფავორიტ Samsung-ს, რომელზეც ვგიშდები და რამდენჯერაც არ უნდა გამითავდეს, კიდევ მილიონჯერ შევიძენ. პირველი არის ჩემი ახალი სიყვარული, რადგან სულ ახალ-ახალია და ეს არის YSL-ის Libre, ოღონდ ეს არის Intense ვერსია, რომელზეც უბრალოდ ვგიშდები და აქვს სასწაულის სუნი. Libre Intense-ზე ბევრი თქმა არ შემიძლია, უფრო ბალზამური და აღმოსავლური გაგრძელება არის კლასიკური ვერსიის. ცოტა გადაფასებული არის ჩემი აზრით. პერისკადესი. ეს არის ჩემი signature სუნამო, რომელზეც ვგიშდები. აქვს უმაგრესი სუნი, არის ვანილის და თან ჩემთვის აქვს მოვანილო, ლიმონო. აქვე თანხმობები ბარბერის გადესი მართლაც მშვენიერი სუნამო არის, ადეკვატური ფასიც არის, მდგრადიც არის, შლეიფიანი, ძალიან გემრიელი, ფემინური, ლიმნის ნამცხრისებრი არომატი აქვს, კომპლიმენტებსაც ხშირად იღებს ეს არომატი. შემდეგი სუნამო არის Valentine's Born in Roma, რომელიც ასევე არის Intense ვერსია. და არის ჩემთვის ასოცირებული ღამის სუნამოსთან. ანუ ეს სუნამო ყოველთვის ჩემთვის არის ღამე გასასვლელი თუ ისადმე კონცერტზე მივდივარ, ბარში, რესტორანში. ხო, ჩემი აზრით ყველაზე ნაკლებად კრეატიული არომატი ამ სიიდან ვალენტინოა, თუმცა მაინც ყველაფერი აღქმაზე, შეგრძნებებზე და ემოციებზე არის დამოკიდებული. ამიტომ კარგი დაბალანსებული სამეულია, რომელიც თითქმის ყველა სიტუაციას და ყველა სეზონს ფარავს. უკაცრავად ბიჭი, რა სუნამო გაცხიათ? მოგეწონათ? კი. მოგეწონი. აბა ეს ნახეთ. არა. აბა ეს? არა. მარტო აქედან არის რომელი და თურმე ყველა დაიღებ. ეს არის რეალობასთან ძალიან ახლოს მდგომი ვიდეო. მე ბლოტერზე დატესტვა დიდად არ მიყვარს, ამიტომ თლიანი სხეული სუნამოში ამობლებით არის ხოლმე, როდესაც ვსტუმრობ ამა თუ იმ მაღაზიას. შეგიძლიათ 8 სუნამო დატესტოთ. ერთი მაჯებზე, პულსაციის ადგილებში ეს 4, 1, 2. აქ. ნუ 8 სუნამო გამოდის. ოპა, ფეიქ სუნამოების განხილვის დროს მოვიდა წესით კრეატივის ზეიმი გველის. მომზადეთ. დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ 4 ყველაზე გაყიდვადი სუნამო, რომელსაც აი ესე რო კითხავს. აი მოგწონთ სავაჟი? მოგწონთ სავაჟი 30 ლარად ვიყიდე. პლუს 1 სუნამო მაჩუქის. We all want you. მოკლედ, სავაჟს ლანცხავ და კირკეს ისხავ. სუნამო განსაკუთრებით ქალბატონებს უყვართ. აი როგორი სუნი აქვს ისე აი ხუთს აუხადე თუ არა ეგრევე აი ეს ცხურში მეცა. ეგ ფაქტი რაღაცაზე უნდა მეტყველებდეს, რომ სუნამო გახსნის გარეშე რო სურნელს აფრქვევს, რაღაცა კარგად არ არის ხარისხში ამბავი არა? პირველი ხაზის რეპლიკა. ამდენი წიგნი მე სკოლაში არ წამი. პირველ არ შეგეშალოთ მეგობრებო, მეორე და მესამე ხაზის ბანძი რაღაცები არ გეკონდეთ, ეს არის პირველი ხაზის. ამაზე ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, კიდევ ერთხელ თავს ნუ მოატყუებინებთ ასეთ კომპანიებს. კომპანიებს ვჭყალებში, კომპანია არა ის. წიგნი მე სკოლაში არ წამიკითხე, რაც ამას მოყვა ახლა. ხო, მოკლედ. სკოლაში არ წაუკითხავს იმდენი რაღაც, რაც ტერენზის ყუთს მოყვა ის წიგნაკი. ანუ კომპეტენციას არ უნდა ველოდეთ ალბათ ამ ადამიანისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც თავასობს მსგავსი ნაწარმის შეძენას. კომპეტენტურობა თუ ვერ გაიგეთ, ვინც ამ სუნამოებს არეკლამებთ, არის ერკვევი თუ არა კონკრეტულ საკითხში. თავსახურმა ინერვიულა ეთყობა ნამეტანი და ფერი გაწვრა. 100 ლარი შეგიძლიათ რომ თქვენი მეუღლეც ან მეორე ნახევარს გაახაროთ და თქვენს კმაყოფილი და კარგი სურნელით იქნებით. ხო, ანუ მეუღლესაც ვახარებთ და მეორე ნახევარსაც. ანუ უყურადღებოდ არავინ გრჩება. მეუღლეც კმაყოფილი იქნება, იქ საყვარელიც და იქ მეორე ნახევარიც. ამიტომ თუ ორს იყიდით ხო საერთოდ,
ბოლომდე ყურებას არ ვაპირებ, არც თქვენ შეგაწყენთ თავს. ეს Fabulous-ის წარწერა გადაიხარა ეთქო რაღაც. არ ვიცი ხალხო. ამათ კაი გავიგე რომ ხომ რაღაც ხომ და ისევ ფული და ასე შემდეგ თუ გავიგე, მაგრამ აი თქვენ რო ყიდულობთ ასეთ ნაწარმს, აი თქვენ როგორ ხართ აშვებით. მე არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ნაგავს არეკლამებენ და კიდევ უფრო მეტად არ მიყვარს ადამიანები, რომლებმაც არიციან რომ ნაგავს არეკლამებენ. ნუ ჭუიანი ადამიანის მიმართ მეტი პატივისცემა მაქვს, რაც არ უნდა არ მომწონდეს და. მე მესამე იციან რომ ნაგავს არეკლამებენ, მაინც კტენიან და ფულსაც არ იღებენ ამაში, უბრალოდ ბარტერული თანამშრომლობა არ გაქვთ. Samsung-ს გაუგზავნიან და ამაზე Tesla კომპანიის შეგვერდით ამ საახალწლოდ. ის რბილი ვიქნები მეთქი, მაგრამ ტყუილის მიმართ არ ვარ გამძლე, რეზისტენტული. არ არსებობს იმაზე კარგი კომპლიმენტი, როცა გეუბნებიან, რა კარგი სუნი გაქვს. და დღევანდელი ვიდეო იქნება 100%-იანი სიმართლეა, ყველაზე მაგარი კომპლიმენტი ეგ არის. თან ეგ კომპლიმენტი ბევრ რამეს მოიაზრებს რა. და ძალიან კარგი საშუალება არის, რომ ადამიანთან საუბარი გააბათ. შეგიძლიათ კომპლიმენტი უთხრათ იმ ადამიანს, ვინც მოგწონთ, საერთოდ მის სურვილს ვერ გრძნობდეთ და ძალიან ესიამოვნება ადამიანს, საუბარს გააბავთ და ასე შემდეგ. მე უკვე თქვენზე არის. ამ თემაზე თან მოინტერესებს თმაზე ჩვეულებრივ სუნამოს ისხავთ ხოლმე თუ თმის სპეციალურ სუნამოებს იყენებთ? ინიციომ გამომიგზავნე. დააკომენტარეთ რა სუნამოს ვისხომ თმაზე. უკვე აღარ არის ეს ვიდეო საინტერესო მეგობრებო, ჩემთვის ალბათ ხედავთ. ისე ინიციო არის თუ ინიშიო? ინიშიო. თმის სუნამო, თმის შამპუნი, რომ თმა კარგ მდგომარეობაში იყოს და ასე შემდეგ. არ არის საინტერესო ვიდეო ჩემთვის შემდეგი. დღეს გასწავლით სუნამოს წასმის ხრიქს, რომელიც სადაც ჩაივლით, ოთახში შეხვალთ, ყველგან თქვენ სუნამოს სუნს დატოვებთ. ამისთვის საჭირო რომ ბევრი სუნამო დაისხათ, რაც დაგჭირდებათ არის ვაზელინი და ნებისმიერი სუნამო, რომელიც თქვენ მოგწონთ. ხო, უკვე ვიცი რასაც იტყვის ვაზელინს წაისვამთ კანზე, შემდეგ სუნამოს იპყურებ და წესით შლეიფი და პერფორმანსი უნდა გაზარდოს. არა და ეგრე არ არის. შლეიფი და გამყოლობა თქვენი ასეთ რა არის? ეს არის, როდესაც სუნამო თქვენი კანიდან იწყებს აორთქლებას და არომა მოლეკულები იფანტება ჰაერში და მიდის იმ ადამიანამდე. ჩვეულებრივ შემთხვევებში, რაც უფრო მეტია შლეიფი, მით ნაკლებია გამძლეობა. და როდესაც ვაზელინს ისვამთ კანზე, ეს ქმნის ბარიერს სურნელსა და თქვენს კანს შორის, შესაბამისად შლეიფი სუსტდება. გამძლეობა იმატებს, მაგრამ შლეიფი და გამყოლობა საკმაოდ მცირდება. ხო, კისრის მიდამოში საერთოდ არ გიჩვენთ სუნამოს გამოყენებას, რადგან დიდი შანსია თქვენი ცხვირის რეცეპტორები დააბრმავოს. რაც უფრო მეტად ისუნთქავთ ცხვირში კონკრეტულ არომა მოლეკულებს, ცხვირი გამოდის, ასე ვთქვათ, მის რეცეპტორები წყობრიდან გამოდის და ვეღარ აღიქვამთ ერთი და იგივე მოლეკულას, ამიტომ ჯობია იშვიათად ეტაპობრივად დრო და დრო მიიგრძნოთ ის სურნელი, რაც გაქვთ. როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი სუნამოს სურნელი მთელი დღის განმავლობაში? ეს ყველაფერი იწყება საშხაპედან. პირველი ეტაპი არის საპონი და უმჯობესია საპონს არ ქონდეს სუნი და უბრალოდ კარგად წმენდეს სხეულს, ანუ იყოს ანტიბაქტერიული, ან საერთოდ არ ქონდეს სურნელი. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თხევადი საპონები, რომლებსაც ასევე არ აქვს სურნელი და უბრალოდ კარგად მოგაშორებთ მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ ჭუჭყს. ჭუჭყის მოშორების გარდა შხაპი გეხმარებათ, რომ თქვენმა სხეულმა ფორები გახსნას და ეს არის გარანტი, რომ სურნელი უფრო დიდხანს გაგისლებთ და ბევრად მეტი შლეიფი გქნებათ. შემდეგი ეტაპი არის სკრაბი, თუმცა ეს ყოველდღიურ დაბანაში არ არის აუცილებელი. ეს რუტინა რომ გააკეთოთ, მთელი დღის განმავლობაში გამყოლის სუნი გექნებათ და ყოველი მეორე გაგაჩერებთ და გეტყვით, როგორი გამყოლის სუნამო გაქვს, რა გასხია, მაგრამ ეს მთელი დღის განმავლობაში შეიძლება სურნელი გქონდეთ, გამყოლის სურნელი არ გექნებათ, რადგან კანსა და სუნამოს შორის იქნება ბარიერი, შესაბამისად არ აორთქლდება არომატი თუ სპეციალურად ინტენსიური ინგრედიენტები არ არის თქვენ სუნამოში. არის ეგეთი სუნამოებიც, რომელსაც მდგრადობაც და შლეიფიც ძალიან მაღალი აქვს და თანაბარი დონის, ამიტომ და ყოველი მეორეც არ გაგაჩერებთ, ყოველი მეორე გააჩერებს ამ ადამიანს, რადგან 9 მილიონამდე გამომწერი იყოს და
თუ მას აჩერებენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ან თქვენ ვინმე გაგვაჩერებს. ესე არ მუშაობს სუნამო, უბრალოდ შესამჩნევები იქნებით. რატომ აძლევს თქვენი ჯომალონის სუნამო? ჩემი მეგობრები სულ წუწუნებენ ხოლმე, რომ ჯომალონის სუნამოში მილიონი მიათხრიშას, მაგრამ 2 საათში სუნი გასდით. ჯომალონი არ მაქვს, იმიტომ არ ძლებს. რეალურად ჯომალონს შეფუთვაზევე აწერია, რომ ის დიდი ხანი ვერ გაძლებს, მაგრამ ამას ყურად. მილიონიც არ არის ჯომალონი, 400-500 ლარი მაქსიმუმ დისკაუნტერებს. ოფიციალურ მაღაზიებში კი. თუ არ იცით, სუნამოები 5 კატეგორიად იყოფა მდგრადობის და კონცენტრაციის მიხედვით. პარფიუმი, ოდე პარფიუმი, ოდე ტოილეტი, ოდე კოლონი და ოფრეში. ჯომალონს შეფუთვაზევე აწერია, რომ ის ოდე კოლონის კატეგორიას მიეკუთვნება, ამიტომ არც უნდა მოვითხოვოთ ამ სუნამოსგან, რომ დიდი ხანი ატარი, ექსტრაქტ დე პარფუმი, ხომ, ძირითადად 5 საბაზისო კონცენტრაცია არსებობს. ჩვეულებრივ ოდე კოლონ კონცენტრაციის სუნამოები არ ძლებს დიდხანს, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად აკვადი ფარმას კოლონია ესენცა, რომელიც სურნელს 8-9 საათის მანძილზე ინარჩუნებს. ამიტომ მეტწილად მასში შემავალ კომპონენტებზე არის დამოკიდებული სუნამოების მდგრადობა თუ შლეიფი. სიტყვაზე ოდე კოლონში არის 1-დან 3%-მდე კონცენტრირებული პარფიუმი და 3% რომ მივცეთ ერთ-ერთ მოლეკულას სახელად ჟავანოლს, ძალიან მდგრადი მოიქნება, ამიტომ თვალ ეგრე ვერ ვიტყვით. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეგრე არის. ხო, ასეთები არიან ის სუნამოები, რომლებსაც აწერიათ კოლონ ინტენსივ და მაგალითად ეს სკარლეტ პოპი, რომელსაც შესანიშნავი სუნი აქვს, ამ ერთი სიტყვის დამსახურებით 1 საათით დიდხანს გაძლებს კაცზე. ინტენსი აპრიორი არ ნიშნავს, რომ მდგრადობა მომატებულია. შესაძლებელია უფრო კონცენტრირებული იყოს სუნამო და ნაკლებად მდგრადი იყოს, ამიტომ 80% მდგრადობასა და შლეიფის გამსაზღვრელი არის მასში შემავალი ინგრედიენტები და ინტენსი უკეთეს პერფორმანს სუნამოებში არ ნიშნავს. უბრალოდ ნიშნავს მაღალ კონცენტრაციას. კარგი რჩევა არის ძალიან სანამ შეიცენ კონცენტრაციას რო გაეცნოთ. კარგია თუ მიმოხილვებს გადახედავთ უკეთესი, თუ დატესტავთ ხომ წინასწარ საერთოდ, ამიტომ გაითვალისწინეთ. სანამ შემდეგ ვიდეოზე გადავალთ, ხოვნა გამოიწეროთ არხი და ჩაურთოთ ზარისღილაკი, ამით თქვენ სულ რაღაც 3 წამს დაკარგავთ, ხოლო არხს ძალიან დაეხმარებით განვითარებაში. მადლობა. ტოპ-10 ბიჭის საუკეთესო სუნამო რეძერგა გაიჩითა. აია, მაგრამ დიდად არ მომწონს. რეძერგა შეიძლება არ ახსოვს, მაგრამ რეძერგ მე და შენ League of Legends თამაშობდით ერთად. მახსოვს, როცა ეზრიელის ერთ-ერთ სკინს ელოდებოდი და მთელი ჯგუფი რო გულშემატკივრობდით. კარგია, ვალენტინო არც მე არ მომწონს რეძერგ. შემდეგი. არ მოვიტყუო. არც ეს არ მომწონს დიდად, რო არ მოვიტყუო. ეს რომელია? Ombre Nomad. ხო, ეს ვიცი, ეს მოდი ამას ჩავსვავ, მოდი იყოს აქ. დიდად არ მომწონს, არც ეგრე არ მოვიტყუო. Ombre Nomad-იც ალექსანდრიაც ზედმეტად რთული და ნაკლებად მოწონებადი არომატები არის, ამიტომ ისმის. სადღაც შუაში, იმიტომ რომ ნორმალურია, მაგრამ გაწვეთილია. აუ, არა, ჩემი სავაჟი უნდა ჩამესვა, вообще სუდაბლატო, მაგრამ სავაჟი საკმაოდ კარგი არის, რო არ მოვიტყუო. მეორეზე, ჯისა და მეორეზე უეჭველი, ეროსი მესამეზე. არა, კაი, ამას ჩავსვავ აქ. სვაჟი იყოს მე-6-ზე, Spice Bomb-ი, რა თქმა უნდა პირველზე, აი მკვლელია ძმაო. ეს აქ და სავაჟი მე-4-ზე, ხო? არა, დავაი მშვენიერი. კაია, მე მეგონა რომ სავაჟის ჩასმა მომიწევდა მანდა, თურმე სავაჟი вообще არ მომივიდა. რეძერგ, თუ საქართველოში ხარ, დაპატეჟებული ხარ ჩემთან, ერთი კარგი პარფიუმერული კონტენტი მოვცხოთ. ძალიან საინტერესო იქნება შენთან საუბარი სუნამოებზე. და არა მარტო League of Legends-იც. და რატო არ მოგწონს Arcane მაგასაც. ინდა მოგაჭამო? ათქოს ხუმრობთ, მაგრამ აქ ვაქვს ძალიან გემრიელი გორმან სუნამო Montel Chocolate Grid, რომელიც აქ არომატი Montel არ არის. ხო, მოკლედ მიხარია რომ ახალი კონტენტი მეიქერები ხდება სუნამოებთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი მათგანის საქმეს არასწორად უდგება აზაბოჩენი როგორ არის ქართულად. წელს ქვემოთ ხუმრობები დახონძული, ვულგარული, ასე ვთქვათ, აჩუჩუნზე დაფუძნებული კონტენტით ფონს ვერ გახვალთ მეგობრებო. ამიტომ ცოტა პროფესიონალურად რომ მივუწეთ საქმეს უკეთესი არის. არავის არ უზამს იმას, რასაც ეს ბიჭი ამბობს სუნამოს გამო. ამ საქმეში კონკურენცია არ არსებობს, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ცუდად მიიღოთ პირიქით
თქვენ რაც უფრო განვითარდებით ეს ჩემ წისკულზე ასხამს წყალს და რეალურად რო არ მოვიტყვა ხა თქვენთვის მინდა თქო არა ჩემთვის მინდა რომ თქვენ განვითარდეთ იმიტომ რომ თქვენი მაყურებლებიც ავტომატურად ჩემთან წამოვლენ აბა საწავლენ ჩემი მაყურებლები თქვენთან წამოვლენ და მოკლედ ერთ კონტენტს რო აკეთებს ბევრი ადამიანი კარგია და სიტუაციას ცვლის დადებითისკენ ამიტომ პროფესიონალურად მივდექით საქმეს იყიდეთ მიკროფონი იყიდეთ განათება არ არის ცვირი არც მე არ მაქვს არაფერი iPhone 14-ით წერ ვიდეოს მაქვს 1000 ლარიანი ლეპტოპი 3 წლის წინანდელი 100 ლარიანი განათებები და 200 ლარიანი თუ 250 ლარიანი მიკროფონი და ეგრევე გაყიდვაზე ნუ გადადიხართ პირდაპირ გეუბნებით ვისაც ფული შოვა უნდა ამაში არის შოვება ესე მარტივად რო იცოდეთ სანამ პროფესიონალურად არ მივუდგებით საქმეს წარმატებებს გისურვებთ ამ ვიდეოს არ უყურებ. მოგესალმებით მეგობრებო, ვინაიდან რადგანაც ახალი სუნამოები ცოტა მიგვიანებს. ეს ბიჭი ძალიან მომწონს, კარგ კონტენტს აკეთებს, განიხილავს ბიუჯეტურ სუნამოებს, მისი არხი აღწერაშიც იქნება და TikTok-საც შეამოწმეთ. საინტერესო კონტენტი აქვს ნამდვილად. ნახოთ ამ ვიდეოში რას ამბობს. ეს არის Dior Sauvage Elixir-ის კლონი, ალტერნატივა, ხო, მე Sauvage Elixir-ის ჰეითერი ვარ, ძალიან არ მიყვარს. შესაბამისად არც 100-ზე ვგიჟდები, მაგრამ არჩევანი რომ მქონდეს Sauvage Elixir-ის დასმასა და 100-ის დასმა შორის 100-ს ავირჩევ 10-დან 10 შემთხვევაში. 9 PM ფასში არ მოიხსენია, იმიტომ რომ ეს არის Jean-Paul Gaultier's Ultrameil-ის კლონი. და Ultrameil-იც არღის კატასტროფა რა, ანუ ალბათ 400 ლარამდე ღირს სულ. ხო, 9 PM-იც შესანიშნავი სუნამო არის, ბევრს Ultrameil-საც ურჩევნია მისი fresh ასპექტების გამო, პერფორმანსიც მშვენიერი, ფასიც საოცარი, ძალიან ლამაზი სუნელის პროფილი აქვს ახალგაზრდებისთვის, ზრდასრულთათვისაც მშვენიერი სუნამო. და რატომ მომწონს ეს სუნამო, ანუ რატომ ამჯობინებ ამ სუნამოს ორიგინალს? ამისი ინსპირაცია რეალურად ამბერუდის Gold Edition-ი ექსტრემიც და კლასიკურიც კირკეს მირჩევნია. აუცილებლად. ბევრად უფრო მხიარული, გახსნილი სურნელებია, კირკე უფრო ჩახუთული, შამპუნის მაგვარი არომატია. ეს მირჩევნია. მით უმეტეს ფასიდან გამომდინარეც. ერთადერთი რასაც ურჩევდი არის ის რომ ედიტები დაამატოს ვიდეოებს, დაამონტაჟოს კარგად, რომ უფრო მეტი დინამიკა ქონდეს მის კონტენტს, იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან იწელება ეს პაუზებიც, ახსნებიც და ასე შემდეგ, ამიტომ ედიტები ბევრად უფრო ყურებაც ხდის შენს ვიდეოს. კარგია, რაც უფრო მეტი დაიწყებთ სუნამოების კონტენტს, უკეთესი არის საერთო ფონისთვის. თუ რჩევები გჭირდებათ ან რაიმე სახის დახმარება, რაც შემიძლია მომწერეთ და დაგეხმარებით აუცილებლად. დღეისთვის და ალბათ ძალიან დიდი ხნის მანძილზე სულ ეს იყო ამ თემასთან დაკავშირებით, ფიზიკურად აღარ არის მეტი ვიდეო TikTok-ზე. არის რა თქმა უნდა სხვადასხვა კონტენტ კრეატორების ბევრი ვიდეო, მაგრამ ახლა მაშინ უნდა განვიხილო კონკრეტულად ერთი კონტენტ კრეატორი ან მეორე მაქსიმუმ და იმის იქით ვეღარ გავალთ, ხო? ამიტომ სანამ ახალი ვიდეოები სუნამოსთან დაკავშირებული არ დაიდება TikTok-ზე, იქამდე ბოლო ვიდეო იქნება ეს ჩემი, ოდესაც TikTok რეაქციებს ვაკეთებ. გილოცავთ ახალ წელს, დამდეგს უნდა მეთქვა, მაგრამ როცა ამ ვიდეოს დავდებ, უკვე ახალი წელი იქნება, გილოცავთ, მრავალს დაესწარით. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, ბედნიერი და სურნელოვანი წელი მინდა გისურვოთ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ასე გამოხატეთ მოლოცვები და სურვილები ჩემს მიმართ. დაალაიქეთ ვიდეო და შევხვდებით 2025 წელს. ნახვამდის.